ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. აქ ჩამოსულები არიან ედიტ ესტრელა, საბინა კუდიჩი და ბას კლეინი. მათი მთავარი მიზანია გაიგონ რა ხდება ქვეყანაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს არის პასეს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პერიოდულად ახორციელებს ასეთ ვიზიტებს საქართველოში და იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოც არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მათ სურთ გაიგონ უფრო მეტი, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რა გამოწვევები არსებობს ქვეყანაში. აქ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს სურდათ მათთვის მოეყოლათ, როგორი მეთოდები ცდილობს ახლა ქართული ოცნება, რომ ჩაახშოს და მოკლას თავისუფალი სიტყვა საქართველოში იმ ბევრი შეფასებით რეპრესიული და დრაკონული კანონების საშუალებით, რომლის მიღებასაც ივანიშვილის გუნდი არ წყვეტს. მედია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მათ შორის საუბრობენ დაყადაღებული ანგარიშების შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საშიშ ტენდენციად იქცა. სამწუხაროდ მედია გარემო უარესდება. პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის დრაკონული კანონმდებლობა, რომლის მიზანი არის გააკონტროლოს შინაარსობრივად მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს მარეგულირებელი ამ ცვლილებებს იმისთვის, რომ აკრძალოს გარკვეული ფრაზების გამოყენება, რაც ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში, ასევე შეზღუდოს ფინანსური ნაკადი და ჩვენ ისედაც არათანაბარ გარემოში უწევთ ხელისუფლების მიერ არაკონტროლირება და არხების ფუნქციონირება და გარდა კანონმდებლობისა ის დაუსჯელობის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ არის გამოძიებული, როგორც ფორმულას პირველი ჟურნალისტები გახდნენ ამ ძალადობის მსხვერპლი და საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ხილა ეს კადრები, დეზინფორმაციის კამპანიები, რომელიც ორკესტრირებულია ხელისუფლების მიერ და მის მიერ კონტროლირებადი ტელეარხების მიერ თავისუფალი აქტორების წინააღმდეგ. მე მინდა მათთან ვისაუბრო იმ ძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღმოჩნდა მედია და მედიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები. იმ არნახული ზეწოლის შესახებ, რომელსაც ჩვენ განვიცდით, ჟურნალისტთა დევნის შევიწროების, მათი ფინანსური პრობლემებით შეზღუდვის, საკანონმდებლო შეზღუდვის თაობაზე. ამ შეხვედრას კი წინ უსწრებდა საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებზე, იმ ორგანიზაციებზე, ვისაც კარგად აქვთ ინფორმაცია, თუნდაც იმ რეპრესიული კანონების შინაარსის შესახებ, რომლის მიღებაც არ წყდება, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდზეა საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სინდისის პატიმრების და პოლიტიკური პატიმრების შესახებ, იმ ბრალეულობის შესახებ, რომელიც მათ აქვთ წარდგენილი და ბუნებრივია საუბარი შეეხო განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მცდელობას, რომ აკრძალონ პოლიტიკური პარტიებიც. ყველაზე უპრეცედენტო გაუარესება გვაქვს ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს მასშტაბით ადამიანის უფლებების კუთხით ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მეტად პირდაპირ სახით მიიღონ ინფორმაცია უფლებადარღვევების შესახებ, შეხვდნენ უშუალოდ იმ პირებს, რომლებსაც უფლებები დაერღვათ, შეხვდნენ მედიის წარმომადგენლებს, შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ჩვენს მიერ იქნა მსჯელობა იმ საკითხების გარშემო, რაც ჩვენი შესწავლის საგანი არის, ეს არის მაგალითად სასამართლოში არსებული მდგომარეობა, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიღებული კანონმდებლობა, ეს არის პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული რეგულაციები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები და ყველა ის საკითხი, რომელიც ქართულ დემოკრატიის კუთხით უკუსლას იწვევს. ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ, ჩვენ სხვადასხვა დამატებითი ინფორმაციები მივაწოდეთ, რომელიც არსებულ რეალობაში მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ. ვესაუბრეთ იმაზე, რომ თუ რა დღეშია, რა მდგომარეობაშია დღეს სამოქალაქო სექტორი, როგორი დრაკონული, დიქტატორული, ფაშისტური კანონები აქვს მიღებული ქართულ ოცნებას და როგორც ცდილობს ახლა ამ კანონების მისადაგებას სამოქალაქო სექტორის მიმართ. აი ეს ყველაფერი ძალიან დეტალებში მოუყვებით, ბევრი რამ მათთვის ისედაც ცნობილია, მაგრამ ყოველთვის რაღაცა კონკრეტული ფაქტების ცოდნა არის სასარგებლო.
რამდენიმე წუთის წინ კი პასეს მონიტორინგის დელეგაციის წარმომადგენლება შეხვედრა დაიწყეს ოპოზიციის ლიდერებთან. სავარაუდოა, რომ ამ შეხვედრაზე დახურულ კარს მიღმა უფრო მეტს ისაუბრებენ ქართული ოცნების იმ გეგმის შესახებ, რომელიც მოიაზრებს შურისძიებას ერთგვარად ოპოზიციის წინააღმდეგ, მათ შორის სარჩელებით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მთავარი მიზანიც არის ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და ასევე ახალ ბოლოდროინდელ ბრალეულობებზე და პროკურატურის მტკიცებაზე, რომ თითქოს ოპოზიციის ლიდერებმა დანაშაული ჩაიდინეს იმ საჯარო განცხადებების გამო, რომელიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია და რომელიც მეტწილად ბევრი შეფასებით ემსახურება სწორედ იმას, რომ დასაჯონ ოპოზიციის ლიდერები ქართული ოცნების სანქციების გამო. რა გზავნილებს გადასცემენ და რა მესიჯებს მიიღებენ ევროპული დელეგაციის წარმომადგენლებისგან ოპოზიციის ლიდერები, ამას ჩვენ მომდევნო გამოშვებაში მოგიყვებით, რაც შეეხება თავად პასეს მონიტორინგის ჯგუფს. ცნობილია, რომ ისინი მედიასთან განცხადებას არ გააკეთებენ და სავარაუდოა, რომ მას შემდეგ რაც ისინი დაბრუნდებიან ევროპაში, იქიდან გავრცელდება ამ შეხვედრების ერთგვარად შემაჯამებელი განცხადება.